მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე ვარ. Ჩვენ გადაცემაში ჩვენ გიყვებით ქართულ ევროპულ ურთიერთობაზე, ევროკავშირზე, ევროპულ კულტურაზე, ქართულ კულტურაზე და მის ერთიანობაზე. Ბოლო ერთი წელია ქართულ ევროპული პოლიტიკური ურთიერთობა საკმაოდ მძიმე პერიოდს გადის, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვეა და ფაქტიურად ყველა გადაცემაში ჩვენ განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად ყველა იმ შესაძლებლობას თუ რა მომავალი აქვს ქართულ ევროპულ ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა იმედი გვაქვს ჩვენ სტუმრებთან ერთად რომ ეს მომავალი რა თქმა უნდა იქნება ევროპული. დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს ხშირ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეგობარ და ჩვენს მეგობარ საჯარო მმართველობის დოქტორ გიგა ფარტენძესთან ერთად. გიგა, მოგესალმები, მადლობა სტუმრობისათვის. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით ჩვენს ტელემოყურებელს. გიგა, მოკლედ, ბოლო ერთი თვეა ზუსტად, ერთი თვეა 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში საკმაოდ რთული, ან სხვა სიტყვა რომ არ გამოვიყენო, ძალიან რთული ვითარება გვაქვს პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს პირდაპირ გადაბმულია ქართულ ევროპულ ურთიერთობასთან. თუ მანამდე იქ იყო რაღაც კონკრეტულად არჩევნებზე დავა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც შეიძლებოდა გვეთქვა ლოკალურ, ასე ვთქვათ, პროცესად, შემდეგ 28 ნოემბრის შემდეგ ეს უკვე გასცდა, ასე ვთქვათ, მხოლოდ საქართველოში არსებულ საკითხს და გადაინაცვლა უკვე სხვა პოლიტიკურ შრეზე. აქ ბევრი მიმართულებაა, რა თქმა უნდა, კონკრეტული მოქალაქეების აღქმა, პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, NGO-ს, ანუ სხვადასხვა ჯგუფები არის, სხვადასხვა ინტერესებია. მოდი ჯერ ვისაუბროთ როგორც მოქალაქის აღქმაზე. ნუ შენ ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებითაც გიმუშავია და ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ როგორც მოქალაქე მითხარი, რა ეტაპზეა შენი აღქმით და შენი შეგრძნებით ქართულ ევროპული ურთიერთობა და რა მომავალს ელოდები იმ ყველა პროცესის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. ნამდვილად, მე მახსენდება ჩვენი ეთერი, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და არ იყო ახალი წლის წინადღეები, მაგრამ განწყობა ისეთი იყო, პრინციპში 14 დეკემბერი იყო. განწყობა ისეთი იყო, რომ ნაადრევად დაგვიდგა ახალი წელი, ამასაც ვსაუბრობდით ჩვენს ეთერიდან, ხო? სამწუხაროდ დღეს ეს განცდა და ეს განწყობა საქართველოში, ნუ ყოველ შემთხვევაში იმ საზოგადოებაში, რომელიც თითქმის 30 დღის განმავლობაში უწყვეტად იმყოფება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში, ფაქტობრივად ისე მოვიდა ახალი წელი, რომ ვერც კი ვიგრძენით სიახლის შეგრძნების, ასე ვთქვათ, სურვილი. ამ ყველაფერს კი აქვს თავისი ლოგიკური ახსნა და ლოგიკური შესაბამისი კონტურებიც. ეს არის 28 ნოემბერი, როდესაც მკაფიოდ გაკეთა განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა 2028 წლამდე უბრალოდ მოლაპარაკებებს აჩვენებს. ბუნებრივია, მაშინ როდესაც ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი მიიღებოდა ჩვენს ქვეყანაში, იგი 23-ში, შემდეგ 24-ში უკვე საბოლოო ვერსია რაც მივიღეთ, ეს განწყობები საზოგადოებას ძალიან კარგად იცოდა ხელისუფლებამ, რომ მოყვებოდა აუცილებლად რეზონანსული გამოხმაურება. და დიახ, ამას ჰქონდა თავისი რეფლექსია, რომ 30 დღის განმავლობაში ქართული საზოგადოება თქვენ შეკითხვაზე როგორც მოქალაქე, ქართული საზოგადოება უწყვეტად დგას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ამას არ ჭირდება არც საზოგადოების, ასე ვთქვათ, პოლარიზება, ან რაღაცა პოლიტიკური პარტიების დაყოფა, ან სამოქალაქო თუ არასამთავრობო სექტორის გამოკვეთა. დღეს თუ არის საზოგადოება ქუჩაში, ძალიან მარტივია, ქართველი ადამიანი დღეს ყველა თავის ევროპული მომავლის დასაცავად. იქ არავის არ აინტერესებს ვის რომელი პოლიტიკური პარტიის ფერი აქვს, რომელი პოლიტიკური პარტიის ნომერი აქვს, რომელს სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორს მიეკუთვნება. ყველანი ვინც ვიმყოფებით ჩვენ დღეს გარეთ და ვისაც გვაქვს აი თქვენი გადაცემაც, ხო, რაკურსი ევროპისკენ. მოსვლის, ასე ვთქვათ, წყურვილი რომ ვესაუბროთ ჩვენ საზოგადოებას, ერთი მარტივი იდეის ქვეშ ვერთიანებით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ადგილი ევროკავშირში, რადგან ეს არის ევროპული ქვეყანა. მორჩა, ამას ვინც, ასე ვთქვათ, ხელოვნურად თუ მიზანმიმართულად თუ პირიქით ირიბად შეეცდება რომ დააბრკოლოს, ჩემი ღრმარწმენით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც გაუხარდება ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნის განვითარება, ამ ქვეყნის ევროპული, რა თქმა უნდა, ევროპული მისწრაფებების კუთხით. ამიტომაც დღეს თუ სამოქალაქო საზოგადოებას გვინდა საუბარი და ქართველზე რომელიც არის ქუჩაში, ის იცავს თავის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხო, რომ მაგალითად ხელისუფლებას რომლის მიმართაც არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის კრიტიკა და ის პრეტენზიები და ასე შემდეგ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ასეთ რამეს. პირველი იმათ ვინც ქუჩაში არიან, ნუ აქვთ მანდამაინცო პრეტენზია მთლიანად ყველა ქართველზე, იმიტომ რომ ყველა ქართველი არ არის, ხო, ბუნებრივია ქუჩაში, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით ახლა ვინ სახლში რას ფიქრობს, ზოგადად და მეორე აქ საუბარი იყო და აკონკრეტებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ აქ საუბარი არ არის ევროინტეგრაციის
შეჩერების პროცესზე და ყველა ის ასოცირების ხელშეკრულებები და ასე შემდეგ ვალდებულებები გრძელდება. საუბარია მოლაპარაკების ეტაპზე, რადგან როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, ეს გახდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შანტაჟის, არჩევნების წინ, არჩევნების მერე მომენტი და აქ უფრო ასე ვთქვათ, პოლიტიკური შემხებლობა, ასე ვთქვათ, ევროპასა და დაუშვათ საქართველოს ხელისუფლებაში, ევროპის მოქმედ ასე ვთქვათ, ევროპას ცოტა ისე თქვა, ევროკავშირის მოქმედ ლიდერებსა და 25 სახელმწიფო შორის და საქართველოს ხელისუფლებას შორის. და არ არის ის მომენტი, რომ დაუშვათ ხელისუფლება ცდილობს დააბრკოლოს თვითონ ხალხი რაიმე ფორმით ევროინტეგრაციისკენ. ეს არის პასუხი. შენ როგორ ხედავ აი ამ პასუხს და ასე ვთქვათ, რამდენ არის თუ არა შენი აზრით ამაში ლოგიკის მარცვალი? ხო, კარგია. შინაარსობრივად მივკვეთ მაშინ. ხო, აი, დიახ, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულება არის პირველი, მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, დოკუმენტი, რომელიც შეიძლება კი ბატონო, 10000-ობით პუნქტით. რომელსაც აქვს თავისი დადებითი მხარე. მათ შორის აი იგივე შემდეგ ალბათ ვისაუბრებთ ჩვენ ეგ არის შემთხვევაში, ხო? კი, გადავალთ მაგ თემას კითხავ. ერთ-ერთი ამაზეც მინდა რომ გავაკეთოთ აი შინაარსობრივად რომ ვიმუშაოთ შედარებით. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა უკვე კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის შემდეგ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ნაბიჯები, დარჩენილი 9 ნაბიჯი, მოდი პირდაპირ ვთქვა, 9 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა შეემუშავებინა. და რომელზეც ბოდიში პოლიტიკურადაც რომ შევხედოთ, ხთუნდაც 5-6-ის, ასე ვთქვათ, ევროკავშირისთვის დამაკმაყოფილებლად შესრულებად შეიძლება და საკმარისი ყოფილიყო კანდიდატის კი არა და მოლაპარაკების ეტაპის გახმა, მაგრამ ახლა იქ 9 ზუსტად ერთ წელიწადში შეასრულე, ამაზე საუბარი არ ყოფილა და ძალიან კარგია რომ ეს აღნიშნეთ, მაგრამ ამ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ჩვენ არათუ დავიწყეთ ამ რეკომენდაციებზე მუშაობა და მოგვარება, არამედ ამ რეკომენდაციებს დავაწიეთ ერთხელ უკან გაწვეული ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელმაც ფაქტობრივად სამოქალაქო საზოგადოება დააყენა თავისი არსებობის საფრთხის წინაშე. რაც პირდაპირ აისახა შემდეგ უკვე ჩვენი ევროკავშირის და დასავლური პარტნიორების პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გატარებაში. ხშირ შემთხვევაში ევროპარლამენტის თუნდაც რეზოლუციებში და ასე შემდეგ პირველი რაც წერია მოთხოვნებთან და ყოველ შემთხვევაში ბოლო ორ კვირამდე, ასე ვთქვათ, რაც იყო ახლა ძირითადად რიგარეში არჩევნებზეა საუბარი. ახალ არჩევნებზეა საუბარი. კი ბატონო, რაც იყო მოთხოვნებს შორის საუბარი, იყო სწორედ გამჭვირვალობის კანონი და იდეაში თუ ეს გამჭვირვალობის კანონი, ასე ვთქვათ, უკან დაიხევდა, სხვა მხრივ ფაქტიურად კი ევროპელებს დაუშვათ ექნებოდათ პრეტენზიები, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც თანმიმდევრულად რომ მივყვეთ. დღეს ფაქტობრივად დღის წესრიგში, ანუ სამოქალაქო საზოგადოების იმ საპროტესტო მუხტის, რომელიც არის გარეთ, საერთოდ არავინ აღარ საუბრობს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, მაგრამ რომ მივიდეთ ჩვენ ახლა თქვენს შეკითხვამდე, ხო? დააწიეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელმაც ფაქტობრივად გაყინა სრულად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ამის შემდეგ უკვე გვაქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ ამ შედეგების შესაბამისად სამოქალაქო და ქართველების უდიდესი ნაწილის ქუჩაში გამოსვლა და ბრუტალურად, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად მშვიდობიანი აქციების ძალადობა და ამას უკვე მოყვა ის რაც მოყვა. შემდეგ არის 28 ნოემბერი და მივედით იქამდე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ თავად გავხდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აი ამ ევროპული კავშირის წევრობის დამაზიანებელი. და მე მგონია რომ არ ვიცი ალბათ წინასწარ იცოდნენ რა განცხადებასაც აკეთებდნენ, მაგრამ არა, ეს ითქვა კიდევაც რომ 16 დეკემბერს რაც იყო დაგეგმილი იდეაში, იმაზე დასწრება მოხდა ქართული ოცნების მხრიდან, ანუ ეს ფრიად ითქვა რომ 16 დეკემბერს ისეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ნუ არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში კონკრეტულად შემდეგ 16 დეკემბერს იდეაში საერთო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მხოლოდ შეეხო დიპასპორტებს და ასე შემდეგ და პირობითად შენთვის და ჩემთვის დამაზიანებელი იგივე ვიზა ლიბერალიზაციის არა, რა თქმა უნდა, მე გულისხმობ იმას, თუ იყო ამაზე ან რაიმე კიდე სხვაზე საუბარი, რომელიც 16 დეკემბერს უნდა მიიღოთო, ამის, ასე ვთქვათ, დასწრების ნაწილში ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ უკვე 28 ნოემბერს შეიძლება ის რაც უნდა ეთქვა მე 17 დეკემბერს, თქვა 28 ნოემბერს. არ ვიცი, ვერ შევალ ამ განხილვაში. ხო, არა, ცოტა ძნელია. ხო, წინასწარ რა იცოდნენ და როგორ იცოდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ წინასწარ რომ რაიმე ინფორმაცია გაქვს, რომ 16 დეკემბერს შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, შენი ქვეყანაში თავარ კონსტიტუციაში რაც გიწერია, იმას რომ ზიანი შეიძლება მიადგეს, მე მგონია რომ ერთი თვით ადრე შეეცდები ყველაფერი გააკეთო მის საწინააღმდეგოდ. და პირიქით თქვა რომ აი მე პირიქით ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ 16 დეკემბერს მაინც მივიღე ის რაც მივიღე. მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით მოხდა ეს ყველაფერი, ეს კულუარული ინფორმაცია ვისგან მოისმინეს, როგორ იყო, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს ისიც რომ კულუარული ინფორმაციის შედეგად მიღებული, აი მაგალითად იგივე
იტალიის მხარდაჭერა და ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს დაბლოკვა. აქაც აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ეს ასე და ოფიციალურად სხვა განცხადებები მივიღეთ. ჯობდა რომ არ ყოფილიყო ეს განცხადება, იმიტომ რომ ამ განცხადებამ მოახდინა უდიდესი პროვოცირება უკვე დღეს ჩვენს ქუჩებში. სხვა რაზე შეიძლება შეიძლებოდა სხვა ფორმით ამის გაკეთება, მაგრამ არა იმ ფორმით და არა იმ ასე ვთქვათ გამოხატულებით, რომელმაც საბოლოო ჯამში ქართველი ადამიანები მეორე აქცენტი რაზეც კეთება, მე უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს და შემდეგ ეგ არის საკითხი შევეხოთ. პოლიტიკური ნაწილი რო დავასრულოთ. ზოგადად გეოპოლიტიკა ძალიან ისეთი მყიფე რაღაცაა და ყოველდღიურად არის გარკვეული პროცესები იცვლება, ხო? უკრაინის ომამდე იმის თქმაც კი რომ 2024 წლისთვის უკრაინას, მოლდოვას ან საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნება, მოლაპარაკების სტატუსი ექნება, არც კი განიხილებოდა, პირიქით იქ საუბარი იყო იმაზე, რომ კი 2030 წელს მიღება გვექნება, მაგრამ აქ უფრო ბალკანეთის ქვეყნებზე იყო საუბარი და აი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ალბათ კანდიდატის სტატუსს გააჩნია როგორი მუშაობენ, ასე შემდეგ მივცემ. თუმცა პროცესმა ეს ბუნებრივია დააჩქარა. ჩვენს ასიკეთოთ. ჩვენს რა თქმა უნდა, უკრაინაში საშინელმა ამბავმა სამწუხაროდ, მაგრამ თან კარგია. მათ შორის უკრაინა შეიძლება დღეს ომშია უკრაინა, მაგრამ აი გეოპოლიტიკა ესეთია, შეიძლება ვიღაცას საბოლოო ჯამში სარგებელი მიიღოს ქვეყანამ და რაც მოხდა კიდევაც სარგებელი მიიღეთ, მაგრამ ზუსტად ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ის ცვლილებები და პროცესები, რომელიც ხდება დღესდღეობით, თუნდაც იგივე ევროპაში, ხომ არ ჰქონდა დაუშვათ ქართულ ოცნებას, შენი აზრით, პერსპექტივაზე გათვლა, ანუ იმაზე რომ იგივე ბავშვად გერმანიაში უკვე 7-8 ნოემბერს უკვე ცხადი იყო რომ ტრამპის არჩევის მერე შოლცის რიგარაში არჩევნები, შემდეგ ასევე ისიც ვიცით რომ მემარჯვენე ძალები საკმაოდ მომძლავრდნენ გერმანიაში პროცენტული თვალსა შეიძლება პირველები არ არიან, მაგრამ ძალიან წინ სვლა მიდის ამ კუთხით. ხომ არ იყო ქართული ოცნების მხრიდან ცოტა მომავალზე გათვლა იმ კონტექსტშიც გეუბნები რომ ქართული ოცნების რიტორიკა და წინასაარჩევნო დაპირებები მათ შორის და განცხადებები ერთ-ერთში ჯდება იგივე დონალდ ტრამპის გარკვეული თემებთან დაკავშირებით განცხადებებს, აქ უგულისხმობ სქესის და გენდერის საკითხს, ტრადიციული ღირებულებების საკითხს და ასე შემდეგ. იგივე აქვს ზუსტად ერთ-ერთში ვიქტორ ორბანს, ფიცოს, გერმანიაში მემარჯვენე ძალებს და საკმაოდ ბევრ ძალას უკვე ევროპაში, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთი და იგივე შეხედვა. ხომ არ იყო ქართული ოცნების მხრიდან ეს გათვლა, რომ ევროპაში ძალთა ბალანსი შეიცვლება და ასე ვთქვათ, ბარემ ვიქნები იმასთან, ვის მხარესაც საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილების მიღება და მოდი ასე ვთქვათ მემარცხენე ნაწილთან რომელიც დღესდღეობით ევროპაში წამყვანი ძალა აღარ დავიჭერ ისეთ ტიპის ურთიერთობას რომ ვივარაუდოთ მსგავსი ტიპის პოლიტიკური გათვლა თან არა ეხლა არამედ ზოგადად ბოლო 2-3 წელია რაც რიტორიკა და დამოკიდებულება შეიცვალა და ასევე ბოდიში კითხავ ქართული ოცნება ხშირად აკეთებს აქცენტს ჩარევაზე პოლიტიკური კუთხით. არჩევნების წინ მაგალითად იყო განცხადებები, მათ შორის მხარდამჭერი განცხადებები ოპოზიციის მიმართ, ეს ნამდვილად იყო, შეიძლება ეს კერძოდ კონკრეტული ევროდეპუტატის კერძო აზრი და კერძო განცხადება იყო, თუმცა მსგავსი ტიპის განცხადებებს ჰქონდა ადგილი. აი ამ ყველაფერმა ერთად ჯამში ხომ არ მიიყვანა ქართული ოცნება იქამდე რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. არა მათი თვით ინიციატივა, არამედ გარემოებაზე ასე ვთქვათ პასუხი. ხომ არ არის ესეთი მოსაზრება შენი აზრით ლოგიკასთან ახლოს? ლოგიკასთან შეიძლება ყველაფერი დავაკავშიროთ, მაგრამ მოდი შევხედოთ შედეგებს და ფაქტებს. დღეს თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ფიცო იქნება ეს თუ იგივე ვიქტორ ორბანი წარმოადგენს სლოვაკეთი და უნგრეთი ორ სახელმწიფოს თუ წარმოადგენს, ჩვენ აქეთ გვაქვს 25 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაგალითად ესპანეთი, ბელგია, წამყვანი ევროპული სახელმწიფოები, რომლებსაც გაცხადებული აქვს თავისი ერთიანი, ასე ვთქვათ, სულისკვეთება ევროკავშირის მომავალზე მათ შორის და ევროპულ მომავალზე მათ შორის, რაც დგას შემდეგ პრინციპებზე. ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება, თავისუფალი სასამართლო სისტემა, კორუფციისგან დაცლილი საჯარო უწყებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მოდი მივყვეთ ჩვენ ლოგიკურად, ხო? ტრამპმა გადაიბარა ადმინისტრაციას, მაგრამ ვიცით რომ გარდა იმისა რომ ტრამპი არის არჩეული როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ასევე კონგრესი არის უკვე სრულად დაკომპლექტებული კონგრესმენები უმრავლესობა აქვს რესპუბლიკელებს. დიახ, რესპუბლიკა, ანუ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს მათ შორის უკვე. თუმცა ეგ მაგის გარანტია არ არის, იმიტომ რომ 2016 წელს ასევე ჰქონდა რესპუბლიკელებს უპირატესობა, თუმცა ტრამპს ყველა ნაწილში ყველა რესპუბლიკელი არ უჭერდა მხარს. ამიტომაც, ნახეთ, ძალიან სწორად აღნიშნავ თქვენ. ამიტომაც გვინდა ჩვენ ამ ტიპის სახელმწიფოს შექმნა, რომ განსხვავებული აზრი მათ შორის თავიანთ პოლიტიკურ წრეებშიც არსებობდეს და თავის პოზიციებით იყოს გამოკვეთილი.
ეხლა ვხედავთ რომ კონსერვატიული პარტიები დღეს უკვე პარტიის წევრები მათ შორის ძალიან აქტიურად საუბრობენ საქართველოზე. შესაბამისად ეს გათვლა თუ ქონდათ მათ ტრამპის გათვლა თუ იყო, ამ შემთხვევაში გათვლამ ვერ გაამართლა. ხო, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციიდან ოფიციალურად საერთოდ არაფერი არ თქმულა ჯერ ვერც სიტყვის ტრამპის ადმინისტრაცია. არც და ვერც. თუ მიუხედავად იმისა, რომ იგივე უკრაინის ნაწილზე საკმაოდ ვრცლად აკეთებენ განცხადებებს და ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვა. ბევრია საქართველოსთან მიმართებაში, რაც არ უნდა ინსინუაციები ვინმე თქვას, არ ყოფილა ტრამპის არც ერთი ადმინისტრაციის წევრისგან ერთი პოსტიც კი საქართველოს შესახებ არ ყოფილა, მაგრამ ვინც არ უნდა თქვას, რომ ტრამპი ჩვენსკენ იქნება ან რაღაცა, ამის 100%-ით თქვა შეუძლებელია, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის. ერთადერთი ვინც ამბობს, რომ ტრამპი ჩვენკენ იქნება, ნუ ყოველ შემთხვევაში ამბობდა, რომ ტრამპი ჩვენკენ იქნებოდა, ეს იყო ისო მმართველი პარტია, რომელმაც პირდაპირ ჩარევასთან ერთი ძალიან საინტერესო დეტალია, რომელზეც მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. აი ჩარევასთან დაკავშირებით, ხო? და აქტიური კამპანია იყო წინა საარჩევნოდ, რომ ჩვენ არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, რომ ჩაერიოს, არათუ მათ დაძახილზე გავიაროთ, ხო? კი ბატონო. საზოგადოებას კარგად ახსოვს განცხადება, რომ რასაც ტრამპი იტყვისო, სწორედ ისე მოიქცევა საქართველოს შემდეგ გერზე. 20 იანვრის შემდეგ უნდა ველოდოთ ამას. ხო, რასაც ტრამპი გააკეთებს, იგივეს გავაკეთებთ ჩვენ, ან როგორც ტრამპი იტყვის, იგივე გაკეთება ჩვენს ქვეყანაშიო. ანუ თუ ტრამპი იტყვის, რომ დაუბრუნდით აღდგეს მოლაპარაკება, იქნება მოლაპარაკება. მარტივად. მაინც აქ მგონია, რომ თვითონ ტრამპზე და აი ამ რესპუბლიკურ მიმართულებაზე იყო საუბარი. კონსერვატიული მიმართულების უბრალოდ თუ ამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები და ვართ დამოუკიდებლები და არ გვინდა ჩარევა, რაც იყო მთელი ამ წინასაარჩევნო კამპანიის მაშინ იდეაში ტრამპის ნათქვამზეც რატომ მოქმედებ? ანუ გამოდის, რომ თუ მე მაწყობს ჩარევის ობიექტი ვხვდები და თუ არ მაწყობს, იდეალურ ვარიანტში რა თქმა უნდა, კარგია, როცა მხოლოდ შენ წვეთ ზოგადად იმას რა ქვია, ხო, მაგრამ აქ გეოპოლიტიკაში ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მხოლოდ შენ რომ მიიღო, საკმაოდ ძალიან მცირე არეალი და შესაძლებლობა არის. მაგრამ შესაძლებელია. გინდა არ გინდა უნდა გაითვალისწინო ის გარემო, სადაც სამწუხაროდ ჩვენ კიდე არც ისე კარგ გარემოში ვცხოვრობთ, მე ვგულისხმობ გეოპოლიტიკურად, რომ აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი ნაბიჯები გადავდგა. ეს ბუნებრივია ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე ამბობდა არა კონკრეტულად ერთზე. აი მოცემულობაში რაღაც არ ვართ კარგად პირიქით. ჩვენი გეოპოლიტიკური ასპარეზი, ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სოფლიო არენაზე მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიული სიმცირისა გქონდეს ჩვენი არა, ეგ თავისთავად მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენი სამეზობლო განსაკუთრებით ჩრდილოეთ მეზობელს გულისხმობ, ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ამის ისე გაკეთება, რომ სხვა არ დაგვეხმაროს და მხოლოდ ჩვენით, რა თქმა უნდა შეუძლებელია, თორე ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობა ბუნებრივია გვაძლევს იმის უფლებასაც კი, რომ რაღაცა მოვითხოვოთ ზოგადად მსოფლიოსგან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ადგილმდებარეობა ინტერესს წარმოადგენს ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ქვეყნისთვის. ჩვენმა ქვეყანამ ის რესურსი და ის საშუალება, რა რესურსი და საშუალებაც მიმართულია დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ, რომ მოახმაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთთან ურთიერთობის, აი მკაცრი ურთიერთობის, მოდი ასე ვთქვათ, წარმოებას, მე ვფიქრობ, უფრო მეტად შედეგიანი იქნება, ვიდრე ევროკავშირთან. კითხვა გაუჩნდებათ, რომ ასე ვთქვათ, რუსეთთან მკაცრად წინააღმდეგ წასვლა. რუსეთთან მკაცრად ურთიერთობის შედეგი, ასე ვთქვათ, უკრაინის ერთ უახლესი ვიხილეთ უკრაინაში, ესეთი მოსაზრებაც არის და მე ამ მოსაზრებას ვიმეორებ და მაინტერესებს შენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. მკაცრი შედეგი ვიხილეთ უკრაინაში და რომ არა ამერიკის პირველ რიგში შეერთებული შტატების თუნდაც იარაღით მომარაგება უკრაინის მიერ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მიუხედავად უკრაინელების, რა თქმა უნდა, გმირული ბრძოლისა, უფრო მალე და ცუდად დამთავრდებოდა უკრაინისთვის ეს პროცესი, ну ასე ვთქვათ, ძალა აღმარცხნავს პრინციპით, რომ არა დასავლელი პარტნიორების ჩართულობა და დახმარება უკრაინის მიმართ. ამავე კონტექსტიდან გამომდინარე ზუსტად, თუ ჩვენ რუსეთთან ხისტი ურთიერთობა ის მაგალითზე მივიღეთ ის, რომ ის საშინელება, რაც უკრაინაში მოხდა 10 და 100,000-ობით დაღუპული და 11 მილიონზე მეტი ლტოლვილი და განადგურებული ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლები და 10 წლეულები დაჭირდება, რომ იმ დონეზე აღდგეს თუნდაც რაც ახლაა და სასურველია რომ უკეთესად აღდგეს ბუნებრივია, მაშინ ისმის კითხვა, რატომ უნდა გარისკოს, ასე ვთქვათ, საქართველოს უხეშობა ამ ეტაპზე რუსეთთან, როდესაც შეიძლება დაუდგეს ის შედეგი, რაც დაუდგა უკრაინისგან, რომლისგან განსხვავებით ჩვენ ძალიან პატარა ვართ და ბევრად უფრო ნაკლები რესურსია საჭირო იმისთვის, რომ იგივე შედეგი დადგეს აქ. მე ამ ნარატივში ირიბად ეს ის ნარატივია, რაც ომი გინდათ, ეს პირდაპირ ესაზია, ხო, შევეცდები რომ ამ ნარატივში არ შემოგვყვეთ და უფრო შინაარსობრივად გითხრათ. მე შინაარსობრივად, ჩემი ნარატივი არა, მე შინაარსობრივად გიმეორებ, რას გეტყვიან დაუშვათ ოპონენტები. ხო, ან არ შევდივარ იმ ადამიანთა საუბარში, რომელიც ამბობს, რომ აბა
აბა რუსეთთან ომი გინდა, არავის არ უნდა ომი. მაგრამ როდის ხარ შენ მაგარი, როდესაც ვინც გესაუბრება შენ თავად გაცხადებული ამ ოჯახში წევრობა, გინდა ამ ოჯახის წევრობა და ყველაფერს აკეთებ და მაგიდაზე ხელს ურტყამ რომ მე ასეთი მაგარი ვარ და ძლიერი ვარ და ამ დროს ის მშვიდად წყნარად გესაუბრება შენ თუ გინდა ამ ოჯახის წევრობა უნდა მიმართო ამ პუნქტებს რომ შეასრულო მაშინ ვარ ჩვენ მაგრები თუ რეალურად ვინც არის საფრთხის შემომტანი შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ბოლო პერიოდის განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენ უფრო მეტად გვხვდება დღის წესრიგში ჩვენი ევროპული და სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვა და პირდაპირ მნიშვნელობით ურთიერთობების გაფუჭება წარმოიდგინე ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღარ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ხდებით ხო ეს ამ შემთხვევაში თვითონ ესე გამოვიდა ნამდვილად კი ანუ შედეგის თვალსაზრისით აქცენტი იმაზე კეთდება რომ ახალი ადმინისტრაცია სხვანაირად მიუდგება ამ საკითხს ესეც ალბათ ხო შედეგი იქნება ნახოთ რა შედეგზე გავალთ მაგრამ იმ რიტორიკით რაც არის ალბათ რაღაც ხოვება იქნება თუმცა ამ მოცემულობაში რა თქმა უნდა ვისაუბროთ გიორგი ჩვენ დღეს ამაზე ვისაუბროთ როდესაც ქვეყნის დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანები სანქციის ქვეშ იმყოფებიან ეს იმას ნიშნავს რომ არა რომელიმე პირებზეა საუბარი ქვეყანაზეა საუბარი რომელიც წარმოადგენს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ესეც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია უკვე რომ რაღაც უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით და ამას ემატება ის რომ ომი გინდას პოპულარიზებით და აი ამ რაღაცა წარმოუდგენელი ადამიანის ფსიქოზზე ორიენტირებული ნაბიჯებით ცდილობენ ადამიანები მაგრამ ერთ რამეს ამაზე გეტყვი რომ პრინციპში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა კანდიდატმა რომელიც ასევე სვამდა კითხვას ომი გინდათ ხო და რა უკრაინის არა მე გეუბნები იმას ომი არავის არ უნდა გიორგი ამაზე არ გინდა ამ შემთხვევაში ჩვენი დრო არ გინდა ამაზე რომელიც ამბობს რომ დაასრულებს ნუ ერთ დღეში ასე ვთქვათ წყალებში უკრაინაში მიმდინარე ომს რომელიც ამერიკას ამ შემთხვევაში ფინანსურად ასე ვთქვათ უჯდება დიდი თანხა ტრამპის განცხადებასაც შეეხება ხო აი ამ ნაწილს ანუ რას გეკითხებთ ჩვენ გინდა არ გინდა ამერიკა ჩვენ თავი პარტნიორი უნდა იყოს ხო ვერ გავექცევით ხო მოვასწრომინდა და მაქენა გამოდერ დრო ცოტა გვაქვს. ჩვენ ვერ გავექცევით ამერიკასთან, არც უნდა გავექცეთ ბუნებრივ პარტნიორობას განურჩევლად ვინ იქნება იქ პრეზიდენტი და ადმინისტრაცია და ასე შემდეგ. მაგრამ არ გაითვალისწინო შენი თავი პარტნიორის მოქმედი, ასე ვთქვათ, შეხედულებები, ასეც არ გამოვა, ხო? იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ამერიკა მაინც უფროსი ძმის როლში გამოდის ნებისმიერ ქვეყანასთან, ნებისმიერ შეთანხმებაში მსოფლიოში. აქენა გამომდინარე, თუ ამერიკის ადმინისტრაცია ასევე ამბობს, მე არ მინდა რუსეთთან ომი, მე არ მინდა რუსეთთან აპირე პარტნიორობას, ასე შემდეგ, ყველა ომს, რომელიც მიმდინარეობს, დავასრულებ. ის რიტორიკა, რომ ასე ვთქვათ, კონდეს უმცროს პარტნიორს, რაც აქვს უფროს, ამაში შენ ცუცხედავ თუ უფრო, ასე ვთქვათ, არ არის შენთვის პრაქტიკული ნარატივი ამაში. დონალდ ტრამპი სანამ გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ის იყო დონალდ ტრამპი, ანუ პრეზიდენტობის კანდიდატი. მანამდე ყოფილი პრეზიდენტი. ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი. კი ბატონო. დღეს ის უკვე 20-იანიდან გახდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შესაბამისად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დონალდ ტრამპს შეიძლება ქონდეს გაკეთებული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეში დაამთავრებს. ნუ ეს წყალებში გულისხმობ მალე დასრულებას. მაგრამ როდესაც ის უკვე გახდება ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პრეზიდენტი და გადაიბარებს ადმინისტრაციას, ის იმოქმედებს არა როგორც დონალდ ტრამპი, არამედ იმოქმედებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ლოგიკას თავისითვას არ შეეცდება ომი დაასრულოს. რა თქმა უნდა შეეცდება. დღეს შეიძლება ბაიდენიც ცდილობს და ადმინისტრაცია ომი შეჩერდეს. ნაკლებად ჩანდა ყოველ შემთხვევაში ბოლო გადაწყვეტილებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვკითხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპას ომი როგორ დასრულდება. ჩვენ უნდა ვკითხოთ უკრაინას ომი როგორ უნდა დასრულდეს და შეიძლება უკრაინას არ აწყობს იმ მოცემულობით იმ სტატუს კოთი რასაც შესთავაზებთ ნუ ყოველ შემთხვევაში მაგაზე ითქვა უკვე რა აწყობს ჭირდება დღეს ცოტა დრო გვაქვს მოვასწროთ ეკარზე მინდა ფინანსური მათ შორის სამხედრო მათ შორის ეგრეთ წოდებული ამუნიშენს ანუ თქვი ამასალით რომ შეძლოს და მოახერხოს ასე ვთქვათ მინიმუმ შეჩერება თუ მეტი არა შეჩერება თავის ტერიტორიას და ბოლოს ეკარის ნაწილზეც რო ვილაპარაკოთ 2 წუთი გვაქვს განათლების სისტემასთან დაკავშირებით ამ კითხვაზე ბევრი ის გაჩნდა დიპლომების აღიარება არ აღიარება შემდეგ ითქვა რომ ზოგადად აღიარება კი არის მაგრამ ეს რაღაც დარღვევები იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში რის გამოც ანუ ეს გუშინდელის გამო ასე ვთქვათ ხო არ შეჩერებულა 23-დან მოდის ეს ამბავი როგორც ვიცი შენ უფრო ჩახედული იქნები და რომ განგვიმარტო რას ნიშნავს ეს შეჩერება არის თუ არა გამოსწორებადი რამდენიმე თვეში და ზოგადად რა პრობლემა შეიძლება შექმნას ამ 2000 ზოგადად ეკარის წევრი საქართველოს არის 2019 წლიდან ანუ მანამდე არ ვიყავით წევრი მაგრამ სწორედ იმ ასოცირების ხელში
ხელშეკრულების შედეგია, რომ გავხდით ამ ეკარის, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრი. რას ნიშნავს? მაგის მიზანი ერთ-ერთი მათ შორის ეს. მათ შორის ეს სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ აი კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა და მოლაპარაკების პროცესშიც ძალიან დაგვეხმარება ეკარის მიმართულებით, რამდენად შესაბამისობაში მოდის ქართული განათლების სისტემა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ევროკავშირის ხარისხთან, ანუ განათლების ხარისხთან. ეკარის შეჩერება მოხდა 2023 წელს, ნუ ამაზე უკვე ოფიციალურად დაიწყო საუბარი. ნუ იქ საუბარია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური ზეგავლენისგან დაუცველობაზე, პირველი და მეორე აი განათლების სისტემაზეა საუბარი და უმაღლესი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის ხარისხი რამდენად მაღალია თუ დაბალი. და იქ აღმოჩნდა რომ უნივერსიტეტებია და სკოლები ალბათ უნივერსიტეტების სკოლები არა ბოდიში. იქ აღმოჩნდა რომ სამწუხაროდ პოლიტიკური ჩარევა არის მაღალი და სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეკარის წევრობა შეუჩერდეს საქართველოს. მე როგორც ვიცი, ეს ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ეკარის წევრობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ითქვას, ხაზგასმით, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ჩვენი დიპლომების აღიარება, არ აღიარების პოლიტიკას, უბრალოდ ძალიან მარტივია იმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც ეკარი მოქმედებს. შეიძლება მოიკითხონ ჩვენ სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს მოუნდეთ გაგრძელება სწავლის, ანაკადემიური ხარისხის სამაგლები ევროპის სამკაულ ქვეყნებში და ჩვენ თუ ვართ ეკარის წევრები, უფრო გაგვიმარტივდება ევროპული განათლების მიღება. დიპლომი როცა გაქვს და გინდა ვთქვათ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ჩავარება, როდესაც ვართ ეკარის ნაწილი, ეს უფრო ვერად უფრო ადვილია, ვიდრე როცა არ ხარ ეკარის ნაწილი. ადვილი და როგორც 2019 წლამდე, როდესაც მეტი ბიუროკრატია ჩალიჩი იყო საჭირო ამისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით. ის რომ ჩვენი დიპლომების აღიარება დადგება დღის წესრიგში, ეს ასე არ არის, მაგრამ ევროპული ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში უკვე მარტივად მაგისტრატურაზე თუ რთული იქნება რომ ჩვენი ქვეყანაში უფრო რთულად იქნება ეს საკითხი, ვიდრე იყო ეკარამდე, თუმცა ეს თუ გამოსწორდება, ეს გამოსწორებადია როგორც მაგრამ განათლების დარგის ექსპერტებმა ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს ეს. რადონის მნიშვნელობის არის ჩვენი ქვეყნისთვის. და აუცილებელიც არის რომ იმ პროცესში პოლიტიკური ჩარევა ეკარის განათლების სისტემისთვის ძალიან ცუდია და ბუნებრივია არ უნდა იყოს ჩვენ შემთხვევაში ეს უფრო ის არის, რადგან განათლების სისტემასაც წარმოადგენთ მათ შორის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დარღვევები, რაც დაფიქსირდა განათლების სისტემაში, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ კარგი ევროპული, ასე ვთქვათ, განათლება სულ ერთიაროვნებული უნივერსიტეტის, თუმცა ამ მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა გიგა, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია და წელს ეს, ასე ვთქვათ, ბოლო გადაცემა იყო და უკვე შესვენების შემდეგ 11 იანვარს თუ არ ვცდები დაგიბრუნდებით. ბედნიერ ახალ წელს გილოცავთ და ევროპულ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ.